Kimdats ki ASHS-ში ავიამზიდი ჯერალდ ფორდის მოულოდნელი გაყვანა ბრძოლის ველიდან და ამერიკელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაცევის წარუმატებლობამ, რომლებიც დაღლილები და დამარცხებულები იყვნენ დასავლეთ აზიის რეგიონში, ისევე როგორც მათი საკუთარი შიდა კონფლიქტები, დაამტკიცა ამ ამპარტავნების მატერიალური ძალის სუსტი მხარე. ეს გიგანტი და სამხედრო მონსტრი, რომელზეც ასე ბევრს ლაპარაკობენ, ირანის შეიარაღებული ძალებისთვის მხოლოდ ქაღალდის და ცარიელი იღუზია. Am ავიამზიდის კურსის შეცვლა ამერიკული ბაზისკენ და ბაბალმანდების სრუტის გავლაზე თავის არიდების მცდელობა. მოიტანა მსოფლიო და რეგიონალური საზოგადოებრივი აზრის წინაშე შემდეგი კითხვა: რატომ უნდა ეშინოდეს 13 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ ავიამზიდს წინააღმდეგობის ძალების მხოლოდ რამდენიმე 1000 დოლარის ღირებულების სწრაფი ნავების? Თუმცა ზუსტად ბოლო დღეებში ანალოგიური არასტაბილური და მყიფე სიტუაცია მოხდა კიდევ ერთ ამერიკულ ავიამზიდთან, აბრაამ ლინკოლნთან, ინდოეთის ოკეანეში განმარტა მან. ისლამი ჯარისკაცები მოუთმენლად ელიან ძლიერ დარტყმას ამერიკელ ამპარტავნებზე. ისინი ბრძოლის ველის სიღრმეში ელიან და სრულად მზად არიან, რომ ამერიკას საზღვაო ქვეითებს ახლოდან აჩვენონ თავიანთი საზღვაო სიურპრიზები. სადამ ჰუსეინის ბედი ელოდება ტრამპს და კრიმინალ ნეთანიაჰუს. ბრძოლის ველში შესვლა ჩვენთვის დამარცხებას არ ნიშნავს, ღმერთმა ჩვენთვის დამარცხების გზა დახურა. Თქვენ ხედავთ ჩვენ წინ ორ გზაზე მეც, ორივე გზა ჩვენთვის ღირსეულია. ერთი არის მოწამეობის გზა, რომლის ღირსებაც მარადიულია, მუდმივი და ამოუწურავი, ხოლო მეორე არის გამარჯვების გზა. ორივე ჩვენთვის გამარჯვებად ითვლება და გამარჯვება არ მოდის სხვაგან, გარდა ღმერთისა, ყოვლი შენძლე და ბრძენი. მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა ავიამზიდმა დატოვა ირანთან კონფლიქტის ცენტრი და ეს უკვე იწვევს ძლიერ ტალღას დაძაბულობისა და ნარატივის დაპირისპირების. რა მოხდა? USS ჯერალდ ფორდი, ASHS-ის ყველაზე დიდი და ძვირადღირებული სამხედრო გემი, დროებით გაიყვანეს წითელი ზღვის რეგიონიდან მასზე გაჩენილი ხანძრის გამო. ცეცხლი დაიწყო სამრეცხაოს ტერიტორიაზე, მას არ ჰქონდა კავშირი საბრძოლო მოქმედებებთან, მაგრამ მისი კონტროლი საათებს გაგრძელდა და ვინ დაზარალდა? ათობით მეზღვაური დაზარალდა კვამლით, ზოგიერთი დაშალდა, ხოლო გემის შიდა ნაწილები დაზიანდა, გემის შიდა ნაწილებიც დაზიანდა. ასობით ეკიპაჟის წევრმა გარდა ამისა, ასობით ეკიპაჟის წევრმა დაკარგა საცხოვრებელი და გემზე დროებითი საძინებლის მოწყობა მოუწია. როდის მოხდა ეს? ხანძარი 2026 წლის 12 მარტს ASHS-სა და ირანს შორის სამხედრო დაძაბულობის ზრდისას მოხდა. რამდენიმე დღეში გადაწყვიტეს გემი კონფლიქტის ზონიდან გამოეყვანათ. USS ჯერალდ ფორდი წითელ ზღვაში მოქმედებდა. USS ჯერალდ ფორდი წითელ ზღვაში, ახლო აღმოსავლეთთან და ირანთან დაპირისპირებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ რეგიონში მოქმედებდა. ის ახლა ASHS-ის საზღვაო ბაზაზე, საბერძნეთში, ხმელთაშუა ზღვაში, სარემონტოდ მიემართება. როგორ მოხდა ეს? ცეცხლი გემის ტექნიკურ ზონაში შიდა პრობლემა გამოიწვია. მტრის თავდასხმა არ ყოფილა, მაგრამ ზიანი მნიშვნელოვანი იყო. გემი, რომელიც საჰაერო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, დროებით უნდა გასულიყო საომარი ზონიდან. ეს კი კრიტიკულ საკითხს აჩენს, ოპერაციულ ვაკუუმს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? USS ჯერალდ ფორდი ჩვეულებრივი გემი არაა. ის ატარებს 65-ზე მეტ საჰაერო ხომალდს და არის მთავარი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის რეგიონში. მისი გასვლა თუნდაც დროებითი, ამცირებს ამერიკის მყისიერ ძალას ამ სტრატეგიულ წერტილში. და სწორედ აქ ერთვება ირანის რეაქცია. მალე ამბის გავრცელების შემდეგ ირანის სამხედრო წარმომადგენელმა პროვოკაცია გააკეთა და თქვა, რომ ეს ამტკიცებს ამერიკის დალის ფუჯბუნებას. მან ხომალდი ქაღალდის ვებხვად მოიხსენია და ამერიკელი ლიდერების ბედი სადამ ჰუსეინის ბედს შეადარა. ეს სიტყვები შემთხვევითი არ ყოფილა, ეს ფსიქოლოგიური ომის მკაფიო სტრატეგიის ნაწილია. ირანი ტექნიკურ ინციდენტს სამხედრო სისუსტედ წარმოაჩენს. მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რეალობაა ეს თუ პროპაგანდა. გემი არც განადგურდა, არც თავს დაესხნენ და არც მწყობრიდან გამოსულა საბოლოოდ. მისი ძირითადი სისტემები მუშაობს და გემი დროებით ტექნიკურ მომსახურებაზეა. ეს შიშის გამო არ ხდება. მაგრამ თანამედროვე ომში აღქმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფაქტი და ირანი ამას ზუსტად იყენებს, შიდა პრობლემას პოლიტიკურ სიმბოლოდ აქცევს. ეხლა მთავარი და კრიტიკული საკითხია, რომ ეს შეიძლება ზღვაში პროვოკაციების ზრდას გამოიწვიოს. თუ ირანი ამ ნარატივს შეინარჩუნებს, შესაძლოა უფრო აგრესიულად გამოწადოს საზღვრები სპარსეთის ყურეში.
ზეწოლა აშშ-ზე იზრდება, რომ დააჩქარონ ავია მზიდის გაგზავნა სივრცის დასაკავებლად და სისუსტის ნიშნებისა და ესკალაციის რისკის ასასაცილებლად. საბოლოოდ საქმე მხოლოდ ხანძარს არ ეხება, ეს ნარატივის ინტენსიური ბრძოლაა.